თან არ ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ. გაკურთხეთ. სწავლობით ყოფილიყავით, მადლით ყოფილიყავით. მადლობა უპირველეს ეvangelisatvis, ეvangelisatvis. ეvangelis გადმოტანილი საფორბა წმინდა მაქსიმი ამსალებლის, რომელიც გამორჩეული იყო თავისი სულიერებით, თავისი დიდი მოღვაწეობით. იგი მამა იყო და ის იყო შეუპოვარი გამცველი მართლმადიდებლური ჭეშმარიტებებისა და იმ ჭეშმარიტებების დაცვისათვის მან მრავალი ღვინება და თქმული დაიწუნა. არა უცხოთორმეთთან არა წარმართთან არა თავისივე მოყვასთან, მაგრამ ბოლომდე ესე იგი დათმენით მაგი გახდა ბურჯი მართლმადიდებლურისა და მოხდა ისე რომ დაცული იქნა წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლება აცხოვრის შესახებ. ამ ყველაფერთან ერთად თითოეული ჩვენთაგანისათვის, როდესაც ვიგებთ წმინდანების შესახებ, მათი ცხოვრების შესახებ, რაღაცა უნდა ავიღოთ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენგან არავინ არ მოითხოვს იმას, რომ რაღაცა განსაკუთრებულად დოგმატური სწავლებების დამცველი, სადღაც მივიდეთ, ვაიქრობაში ვიყოთ, სხვა ამსარებლობის და ამას არავინ არ მოითხოვს. ერთადერთი თუ კი რაიმე ჩვენგან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ერთგულნი ვიყოთ დედა ეკლესიისა. დედა ეკლესიის ერთგულებაში რა შეგვამოიხადება? გამოიხადება იმაში, რომ ჩვენ ყოველთვის მომდომებულნი ვიყოთ და მოსწრაფენი ვიყოთ, რომ ვისმენოთ სწავლება, რაც გვასწავლის ეკლესია, ჩვენივე სულის ხონებისათვის. დღევანდელ სამოსეკულოში ჩვენ ვისმენთ, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ვემზადებით ქრისტეს აღდგრის წინაშე, რომ წავდგეთ. როდესაც წავდგებით ყველანი ქრისტეს აღდგრის წინაშე, ჩვენ გვექნება პასუხისგება. მე თქვენ თითოეულ თქვენ ჩვენთანაც. რას ვაკეთებთ კარგს და რას ვაკეთებთ ცუდს. როდესაც დღევანდელ სამოსიკულოს ეკლესიის მამები ეხებიან, იქ ძალიან საინტერესოა საუბრობენ ღვთის შიშის შესახებ. თუ როგორი კრძალვაა საჭირო. თუ დაკრძალვის წინაშე არის საჭირო საფრთხემ სახსრობის წინაშე. ჩვენ უნდა შევიცადოთ, რომ შეძლებისაგორად სახარების სეულობთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გრწმენი ჩემი და გრწმენი სახარების. უფალებრივი ეს ნიშნავს იმას, რომ მაცხოვრის სიტყვების სახარებაში არის გადმოცემული. მეც უნდა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, თქვენც უნდა ვფიქრობდეთ და აი ამ ფიქრით, აი ამ ჟელობით, აი ამ განცდით უნდა გავუტაროთ ჩვენი წოდიცობები. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და უფალმა მოგცეს სწავლობა და მადლობა როგორც არის ნათქვამი, რომ დასაბამი სიბრძნის არის შიში უფლისა. შიში უფლისა ის არ ნიშნავს რაღაცა საღვთო ძალის წინაშე რაღაცა ისეთი საშინელებით ვიყო და რაღაცა ისეთი არა რაღაცა არასწორი შიში არა. მოკრძალება საჭირო. საღვთო შიში ის არის მოკრძალება. მოკრძალება რომ მოვერიდოთ ცოდვებს და ვიცხოვროთ კეთილმსახურებით. აი ამაზე საუბარი. და არა რაღაც ისეთი ფანტაზიური შიში რაღაც სადამი არა. ეს არასწორი შიში არის. ღვთისადმი შიში ის არის დასაბამი სიბრძნის ნიშნავს იმას, რომ კეთილმსახურებით დავატაროთ ჩვენ ცხოვრება. სწავლობით და მადლით ყოფილიყავით. დღევანდელი წმინდანების ლოცავში კურთხეულ შეგვიძლია ჩვენ ჩვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ. როდესაც ავდგებით ღვთის წინაშე კიდე კეთილი სიტყვის გება ყოფილიყოს უფლისადმი. ამინ. ჩვენთან ღმერთს.